გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს განვიხილო 2022 წლის პირველი ვარიანტის პირველ ოთხქულიანს მათემატიკის ეროვნული გამოცდების. წინა ვიდეოსთან შედარებით თუ გამოსწორდა ხმა, დამიწერთ აუცილებლად კომენტარებში, მაინტერესებს და დავიწყოთ. ამოცანის შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ ორმა მორბენალმა წრიული ფორმის სარბენი ბილიკის ერთი და იმავე ადგილიდან ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მუდმივი სიჩქარეებით ერთდროულად დაიწყო სირბილი და პირველად ერთმანეთს 6 წუთის შემდეგ შეხვდნენ. იმავე სიჩქარეებით სირბილისას პირველი მორბენალი 5 წუთით უფრო ქარა შემოურბენ სარბენ ბილიკს, ვიდრე მეორე მორბენალი. რამდენ წუთში შემოურბენ სარბენ ბილიკს პირველი მორბენალი? დავიწყოთ ამოცანის ამოხსნა. პირველ რიგში გვაქვს წრე, ანუ ეს სარბენი ბილიკი არის წრის ფორმისო, გვაქვს პირველი მორბენალი, რომელიც ასე იწყებს სირბილს, აქეთ ამემართულებით და გვაქვს მეორე მორბენალი. პირობითად S იყოს სულ სიგრძე. ამ სარბენი მოედანის, ესე რომ ვთქვათ რა. მაშინ ამ შემთხვევაში S უდრის VT-ს, ვიცით ესეთი ფორმულა. და მიუსადაგოთ თითოეულ მორბენალს. თუ S უდრის VT-ს, S მაშინ უდრის V1T, ანუ S უდრის VT-ს არის მუდმივი სიჩქარის შემთხვევაში ფორმულა, ანუ V არის კონსტანტა. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, კონსტანტა. ამ შემთხვევაში S უდრის V1 გამრავლებული T-ზე პირველი მორბენალისთვის, აი ამ მორბენალისთვის და მეორე მორბენალისთვის იქნება S უდრის V2 ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა სიჩქარე აქვს მას, გამრავლებული T-ს პლუს 1/12. აი რატო დავწერე ახლა 1/12, ესეც მინდა რომ აღვნიშნო. ჩვენ როდესაც მუშაობთ ზოგადად სიჩქარეებზე, აუცილებელია რომ არ აგვერიოს ერთმანეთში ხოლმე, თუ რას იდეებში მუშაობთ რა. ამ შემთხვევაში მე მინდა რომ T იყოს კილომეტრი, უბრალოდ T დრო არის, T იყოს საათში და არა წუთში. რომ მე არ დავიბნეთ რა, ზოგადად როდესაც მუშაობთ ხოლმე უმეტესწილად მუშაობთ ხოლმე საათებში და აქაც მინდა რომ საათებში ვიმუშაოთ. და T+1/12 რატო გამოდის, რომ პირობაში წერია, რომ პირველი მორბენალი მივიდა 5 წუთით უფრო ჩქარა ვიდრე მეორე მორბენალი, ანუ მეორე მორბენალს კიდე 5 წუთი დაჭირდა იმისთვის, რომ ისულიყო ფინიშამდე. აქედან გამომდინარე 5 წუთი არის საათის 1/12 ნაწილი. და სწორედ ეს მიუმატე. წუთებში თუ ვიმუშაობდით, პირდაპირ დავწერდით T+5, მაგრამ ჯობია რომ საათებში ვიმუშაოთ და შემდგომ უკვე შევაფასოთ საბოლოო ჯამში რას მივიღებთ პასუხს და პასუხებში ჩვენ გვიწერია რომ გვჭირდება დავწეროთ წუთები და შესაბამისად პასუხს გადავამრავლებთ 60-ზე, ანუ საათი რომ გადავიყვანოთ წუთებში 60-ზე უნდა გადავამრავლოთ და დავწერთ შემდეგ ამის მიხედვით პასუხს. ეს მეთოდი მე მირჩევნია მუშაობის დროს. ეს მოკლე პრეამბულა თუ რატო დავწერე 1/12. შემდგომ ეს რა თქმა უნდა დავწერეთ S უდრის V1T და S უდრის V2T პლუს 1/12 პირველი მორბენალისთვის თუ მანძილს რო გაივლის რა ფორმულა ექნება და მეორე მორბენალისთვის. მაგრამ გვიწერია რომ 6 წუთის შემდეგ ისინი სადღაც შეხვდნენო. ჩვენ უკვე ვიცით რომ პირველი მორბენალი უფრო სწრაფად დარბის. აქედან გამომდინარე სადღაც აქ შეხვდებოდნენ დაახლოებით. და არა დაუშვათ აქ, ხო? აი აქ შეხვდებოდნენ. იმიტომ რომ მან უფრო მეტი მანძილი გაიარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც უნდა გავიაზროთ ისაა, რომ ფაქტობრივად სადაც შეხვდნენ მთლიანი წრეწირი შემოხაზეს რა. აი ესეთნაირად მთლიანი წრეწირი შემოიხაზა რა. ეს ახლა შიგნით არ მიაქციოთ, ჩათვალეთ ეს რა. გარე წრეწირი. შემოიხაზა და რა გამოდის, რომ S ასევე უდრის პირობითად 0.1 V1 პლუს 0.1 V2. 0.1 არის იგივენაირი რაც 6 წუთი, ანუ 6 წუთი არის საათის 1/10 ნაწილი და 1/10 არის 0.1 და V2. ანუ ფაქტობრივად გვაქვს სამი სამუშაო ფორმულა. ეს არის პირველი სამუშაო ფორმულა, ეს არის მეორე სამუშაო ფორმულა და ეს არის მესამე სამუშაო ფორმულა. თუ აქამდე მიხვედით და ეს გაიაზრეთ, ფაქტობრივად მათემატიკური ნაწილიღა დაგვრჩა და ამოცანა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ამოხსნილი. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? გამოვსახოთ პირველი ფორმულიდანაც და მეორე ფორმულიდანაც T. ხო? ძალიან მარტივია, S უდრის
V1 გამრავლებული T-ზე არის იგივე რაც T უდრის S-ი გაყოფილი V1-ზე, ხო სწორია? ასევე მეორე ფორმულიდან T S-ი თუ უდრის V2 გამრავლებული T-ზე, მაშინ T იქნება T პლუს უბრალოდ 1/12-ზე, უცრავად. მაშინ T იქნება რა? S-ი ჯერ უნდა გავყოთ V-ნახევარზე და შემდეგ გამოვაკლოთ 1/12 და მივიღებთ T-ს. ფაქტობრივად გვაქვს ორი ცალი T. ეს ორი T შეგვიძლია ერთმანეთს გაუტოლოთ, იმიტომ რომ ანუ ST და ST1 და იგივეა, ანუ მარჯვნივ მატდებარე S გაყოფილი V1-თან და S გაყოფილი V2-თან მინუს 1/12-ის ერთი და იგივე უნდა იყოს, ხო, ლოგიკურად. დავწეროთ, რომ S გაყოფილი V1-თან უდრის S გაყოფილი V2-თან გამოკლებული 1/12. კი ბატონო, ეხლა ეს შეგვიძლია გავამარტივოთ, ყველაფერი გადმოვიტანოთ ერთ მხარეს, რაც იქნება S გაყოფილი V2-თან მინუს S გაყოფილი V1-თან, ანუ ეს გადმოყვება აქეთკენ, მინუს 1/12 უდრის 0-ს. თითქოს რაღაც სამი კოეფიციენტი კვადრატულამდე უნდა მივიდეთ როგორღაც, ხო? ნახოთ, არ ვიცით. აქ ეხლა რა იქნება? უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ, რა თქმა უნდა, და იქნება 12 V1 V2 და იქნება 12 ჯერ V1 S მინუს 12 ჯერ V2 S მედია მომყვებით. გამოკლებული 12 V1 V2 12-ზე რო გაიყოფა V1 V2-ზე. აქ ცოტა ამერია, ეს უნდა წავშალოთ, რა თქმა უნდა და ნამრავლი უნდა დავწეროთ აქ, გამრავლებული, რაც უდრის ასევე 0-ს. ეხლა ჩვენ S-ი მესამე ფორმულიდან ვიცით რომ არის 0 ჯერ V1 პლუს 0 ჯერ V2, როგორც აღვნიშნე, სადაც შეხვდნენ, ფაქტობრივად თლიანი წრეწირი გაიარეს და ისეთნაირად გამოვიდა რომ S-ი უდრის 0 ჯერ V1 0 ჯერ V2, ანუ ფაქტობრივად 6 წუთში რო შეხვდნენ, ეს 6 წუთია, არ დაგავიწყეთ 0-1, უბრალოდ საათებში დავწერეთ, რომ მე არ აგვერიოს სადმე. კაი ბატონო, ჩავსვათ ახლა S-ი, S-ი რო შეგახსენებთ არის ისევ აქაც დავწერო, კარგად იყოს 0 ჯერ V1 პლუს 0 ჯერ V2. და ჩავწეროთ აქ. ჩაიწერება შემდეგნაირად 12 ჯერ V1 გამრავლებული 0-ზე გამრავლებული V1 მიმატებული V2 გამოკლებული 12 ჯერ V2 ამ შემთხვევაში გამრავლებული ისევ 0-ზე გამრავლებული V1 პლუს V2 და თლიან ჯამში გამოკლებული V1 V2 და ეს ყველაფერი უნდა შევაფაროთ 12 V1 V2-თან, რაც იქნება 0-ის ტოლი. ეხლა ჩხილები უნდა გავხსნათ. ჩხილების გასნის დროს გადავამრავლოთ 12 0-ზე. 12 0-ზე არის 1/2 V1 და V1 უნდა გავამრავლოთ, ეს 12 1/2 უნდა გავამრავლოთ V1-ზე და გავამრავლოთ V1-ზე, ანუ V1 კვადრატს მიმატებული 1/2 V1 V2 გამოკლებული 1/2 მეორე მხარეს აქ 1/2 V1 V2 და გამოკლებული 1/2 V2 კვადრატში. ამ ყველაფერს კიდე გამოკლებული ზემოდან V1 V2 და ეს შეფარდებული, რა თქმა უნდა, 1/2 V უბრალოდ 12 უკაცრავად 12 V1 V2-თან. რაც უდრის 0-ს, ნუ დაბლა ნიშნულში რასაც დავწერთ, არ დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ეხლა გეტყვით რატომაც. ეხლა აქ ყველაფერი დავინახეთ ყველამ კარგად, რომ ეს იკვეცება. ანუ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? 1/2 V1 კვადრატი გამოკლებული 1/2 V2 კვადრატი
გამოკლებული V1 V2. არის ნულის ტოლი შეფარდებული ეს ყველაფერი 12 V1 V2. ხა რა შეასაქმე? ამის გასაგებად თუ როგორ უნდა გაუტოლდეს ნულს, რა თქმა უნდა, წილადი როცა გვაქვს რიცხველი უნდა გაუტოლდეს ნულს და მნიშვნელი არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, ხო? ჯერ ეს ერთი ნულზე გაყოფაც არ შეიძლება ყველაფერს თავი დავანებოთ ეგ ერთი და მეორეს ერთი, რა თქმა უნდა, სიჩქარეების ნულის ტოლი ვერასდროს ვერ იქნება. თუ სიჩქარეა რაღაც ნულზე მაღალი უნდა იყოს, ხო? ნულის სიჩქარე, ნუ V0-ია, ეს რაღაცა ცნება, ამ შემთხვევაში ამ ამოცანაში არ გვექნება, იმიტომ რომ ვიცით რომ მოძრაობენ მუდმივი რაღაცა სიჩქარით. კონკრეტული მუდმივი რაიმე სიჩქარით, ხო? აქედან გამომდინარე მრიცხველი ანუ ზევით, რაცა უნდა გაუტოლოთ ნულს. ძალიან მარტივია, 1/2 V1 კვადრატი უნდა გამოვაკლოთ 1/2 V2 კვადრატი და უნდა გამოვაკლოთ V1 V2 და უნდა გაუტოლოთ ნულს. აი აქ ჩნდება შეკითხვა, რომ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი. ასეთ დროს, როცა აქამდე მივდივართ, უნდა დავფიქრდეთ და აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ვისაც კვადრატული განტოლებების ამოხსნა გამოზდის ეგრევე მიხვდება, რაც უნდა ვქნათ. ასეთ შემთხვევაში ჯობია რომ გავყოთ ორივე მხარე V1 V2-ზე. ანუ აქ რაც ერთი რო დაგვრჩეს რა, აქ V1 V2. გავყოთ V1 V2-ზე რას მივიღებთ? 1/2 V1 გაყოფილი V2-თან, ხო სწორია? მინუს 1/2 V2 გაყოფილი V1-თან, მინუს 1 არის 0. ეხლა დავუშვათ და V1 გაყოფილი V2-თან იყოს რაიმე A. მაშინ რა გვექნება, რომ 1/2 A-ს გამოკლებული მოდით აქეთ როგორ დავწეროთ 1/2 წარმოვადგინოთ როგორც 6/5. 1/2 და 6/5 ხო ერთი და იგივეა. ანუ რა გამოდის, რომ 6/5 A-ს თუ გამოვაკლებთ 6/5 A-ს თუ გამოვაკლებთ 6/5, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვევით იწერება A, იმიტომ რომ V2 გაყოფილი V1-თან არის იგივე რაც 1 შეფარდებული, ანუ V2 გაყოფილი V1-თან ამ შემთხვევაში იქნება პირიქით, ხო, 1 შეფარდებული A-სთან და აქედან გამომდინარე 6/5 კი იქნება ეს 1/2 რო ვამრავლეთ, მაგრამ ქვევით იქნება მე გამრავლებული 1 გაყოფილი A-სთან. მინუს 1 უდრის 0-ს. მოით ახლა გავამრავლოთ ისევ 5-აზე ორივე მხარე. 0 ნუ 5-აზე რო გამრავლდება, არაფერს ისეც არ მოგცემს, აქ იქნება კიდე 6A კვადრატს გამოკლებული 6 5-აზე რადგან გამოვავლე და გამოკლებული 5A არის 0. ნუ ეს კლასიკური კვადრატული განტოლებაა, რომელიც უნდა ამოვხსნათ, 6A კვადრატს მინუს 5A იგივე მინუს 6 უდრის 0-ს. თვალსაჩინოებისთვის დავალაგოთ როგორც წესია, დისკრიმინანტი ამ შემთხვევაში უდრის B კვადრატს, ანუ 25-ს მიმატებული რატო? მინუსია აქ, ფორმულაში მინუსია და მიმატებული. 4-ჯერ 36. 4-ჯერ 30 120-ია, 4-ჯერ 6 24, 24 25 49, 169. უკვე ვინც მათემატიკა იცის მიხვდება, რომ 169-დან ფესვი ამოდის და კარგად გვაქვს საქმე, ანუ კაი რიცხვით მივიღეთ, შეიძლება სწორ პასუხამდეც დავიდეთ. A1 უდრის მინუს B-ს 5-ს პლუს ფესვი დისკრიმინანტი, ანუ 13 არის 169-ის ფესვი დისკრიმინანტი, გაყოფილი 2-ასთან, 2 არის 12 ამ შემთხვევაში და A2-საც შეეხება არის 5 მინუს 13 გაყოფილი 12-თან, მაგრამ 5 მინუს 13 უარყოფითი რიცხვია, უარყოფითი რიცხვი არ გვაწყობს იქიდან გამომდინარე, რომ სიჩქარეების შეფარდება ვერა და ვერანაირად ვერ იქნება უარყოფითი რიცხვი, ლოგიკურია. ეს არის 18 მე-12. აი ბატონო. ფორმულაში ჩვენ მქონდა ესეთი რაღაცა, რომ V1 T უდრიდა S და V2 T V2-ჯერ უпростоრად S + 1/12 უდრიდა ასევე S. აქ ორიანია V2-ჯერ T. ეხლა გაუტოლოთ ერთმანეთს ესენი ისევ, ანუ S-ები თუ ტოლია, მაშინ ეს მარცხენა მხარეც ტოლია, ხო? ანუ V1 T გაუტოლოთ პირობითად V2-ჯერ S + 1/12-ს. ამ შემთხვევაში რას მივიღებთ?
რას მივიღებთ და რა ჩვენ გვინდა, ხო? V1 გაყოფილი V2-თან. V1 გაყოფილი V2-თან, როგორც ვიცით არის ეს 6 რო იმესავს 3 მეორედი, ხო? 6 რო შეიკვეცება. 3 მეორედი. და ეს აქეთ ამხარეს არის TS პლუს 1/12 გაყოფილი TS-ზე. ანუ აქ 3 მეორედია, როგორც აღნიშნეს, 3 მეორედი უდრის 3 მეორედი უდრის TS პლუს 1/12 გაყოფილი TS-თან. 3T უდრის 3T უდრის 2TS, ან პირდაპირ გადავამრავოთ ესე ჯვარედინათ 2TS პლუს 2-ჯერ 1/12 არის 1/6, ხო? პლუს 1/6, ასე. T გადმოვა მარტო აქეთ ცალკე დარჩება 1/6 და აი უცნაური პასუხი მივიგეთ, ხო, თითქოს 1/6. ჩვენ გვჭირდება სწორედ TS გამოთვლა გვჭირდებოდა. რატო გვჭირდებოდა TS გამოთვლა? იმიტომ რომ S უდრის V-TS, V1-TS. ეს არის პირველი მორბენალის სისწრაფე. V1 და TS შესაბამისად დრო რამდენ ხანში მან დაფარა ეს დისტანცია. ჩვენ გვეკითხებიან პირველი მორბენალის იმას თუ რამდენ წუთში შემოურბეს არ მებილიქს პირველი მორბენალი, ანუ TS გვეძებდით ფაქტობრივად, მაგრამ 1/6 რას ნიშნავს, ხო? აი სწორედ ესაა, რომ 1/6 საათია. და საათები რო გადავიყვანოთ წუთში, აი დავუშვათ 2 საათი რამდენი წუთია? 2-ჯერ 60, ხო? ანალოგიურად 1/6-ს გავამრავლებთ 60-ზე. ესე და დარჩება 10, ანუ 10 წუთი პასუხი. ნამდვილად თუ შევალთ აქ, ნახავთ რომ პასუხი არის 10 წუთი. დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი, ეს ხმაჯობდა თუ ის ხმაჯობდა და შემდეგი ვიდეოებში რა თქმა უნდა ვეცდები რომ ეს ნიუანსებიც გამოვასწორო. წარმატებები.